მოგესალმებით ჩვენს გამომწერებს და მინდა დღევანდელი ჩანაწერი დაუთმო შემთხვევას ორი დღე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ გულანთებული ახალგაზრდების სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შეტევა და ვითომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდებით ბრალდებები. მე მოусმინე ბრალდების მხარის გამოსვლა, სადაც ქალბატონი ბრალდებელი აღნიშნავდა იმ გარემოებას, რომ ვითომ პრეზიდენტის სასახლის იმ რკინის ეზოს ზღვარს, რომელიც იცავდა თავისთავად აი ამ სტრატეგიულ ობიექტს, არ ჰქონდა გადაჭრის ნიშნები. მე მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ და ჩემი პრაქტიკა გაგიზიაროთ და უთხრა ამ საქმეზე მონაწილე ადვოკატებს შევთავაზო ჩემეული ვერსია და გავიხსენო ის შემთხვევა, როდესაც ქართული მარშის წევრები სისტემატიურად აწარმოებდნენ პრეზიდენტის სასახლის წინ მიტინგებს და მანიფესტაციებს და ყოველთვის ყოველ ჯერზე ჩვენ პოლიციის მუშაკები გვხვდებოდნენ პრეზიდენტის სასახლის გარეთ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მუშაკები ყოფილიყვნენ ეზოს შიგნით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მაშინ, როცა ღობე თვითონ პოლიციას, ან უფრო სწორედ სახელმწიფო ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელმაც ასე ვთქვათ, გაუწიეს ამ ქმედებას პროვოცირება, იმათი დაგეგმილი იყო და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სტრატეგიულად პოლიციელები ყოფილიყვნენ შენობის, ესე იგი ღობის შიგნით და არა ღობის გარეთ. ქალბატონ სახელმწიფო ბრალდებელს მინდა უთხრა აქედან, რომ წესით დარიგით მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებაა ვალდებული მოიტანოს მტკიცებულებები და დაუდასტუროს ბრალდებულებს დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, პროკურორია ვალდებული პირველ რიგში დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ასეთ შემთხვევაში ეს ბრალდებულები დამნაშავეები არიან და მათ ჰქონდათ სურვილი, რომ შტურმით აიღოთ პრეზიდენტის სასახლე, რომელიც იცვლება სტრატეგიულ ობიექტად და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოთხოვნით ანგრევდნენ ღობეს და მიაღწიეს იმას, რომ ღობე გადასწია 60 კაცმა, გადააწვინა და მერე შტურმით ვითომ აპირებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას, რაც რა თქმა უნდა არის დიდი ტყუილი, მაგრამ ბრალდებელია ვალდებული, რომ მოიტანოს მტკიცებულება, კიდევ რომელ სხვა შემთხვევაში იყო პოლიცია ღობის შიგნით. რომელ პრაქტიკაში მსგავსი არ ყოფილა. ქართულ ოცნებას დღეს არ დაუწყია ადამიანების დაკავება პოლიტიკური მოსაზრების მიზნით იმ ბრალდებით, რომ დაკავებულები პოლიციელებს უწევდნენ წინააღმდეგობას, აგინებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოწოდებაზე რომ დამორჩილებოდნენ, არ ემორჩილებდნენ, ამიტომ წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციულ და შემდეგ უკვე შემოიღეს სისხლის სამართლის პასუხი. პირველ რიგში ბრალდების მხარეა ვალდებული დაადასტუროს გარემოება იმის თაობაზე, რომ ეს ჩვეულებრივი სტრატეგიული მოვლენა იყო. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც აკავებდნენ ჩვენი ჯგუფის წევრებს, არავინ მხარს არ გვიჭერდა. არც პოზიცია და არც ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ის ოპოზიცია, რომლებიც დღეს ფსევდო-დასავლური ღირებულებებისკენ გამოდიან, ვითომ პროდასავლური პოლიტიკა სინამდვილეში კიდე მათი მმართველობის პერიოდში მასიურად ირღვეულა ადამიანის უფლებები. და აბსოლუტურად არავითარ კონტექსტში არ მოდიოდა მათი ქმედება და შესაბამისობაში არ მოდიოდა ევროპულ ღირებულებებთან არც მათი მმართველობის პერიოდში და არც შემდგომში უკვე მათი გამოსვლებიდან გამომდინარე მათი თავის მართლება თუ როგორი პოლიტიკური მმართველობა ჰქონდა არასოდეს
არ ყოფილა მათი მხრიდან აღიარება, რომ მათი მმართველობის პერიოდში კონკრეტული ადამიანების უფლებები ირღვეოდა დაკავებულების, დაპატიმრებულებების, ადამიანების, რომლებსაც ახდენდნენ ქონებას, რომლებსაც აიძულებდნენ, რომ ქონება ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის, ადამიანებს, რომლებსაც უნგრევდნენ ქონებას, ადამიანებს, რომლებსაც ართმევდნენ წარმოებებს, ბიზნესებს, მანქანებს და ასე რაც მოეწონებოდა. და დღეს ეს პოლიტიკური ჯგუფი გამოდის და სარგებლობს იმ ახალგაზრდების, იმ გულანთებული ახალგაზრდების აღშფოთებით, გაბრაზებით, რომლებიც 1 წელია ზუსტად დგანან ქუჩაში. და თუ დღეს საქართველოს მოსახლეობა არ გამოდის და თავს იკავებს ქუჩაში გამოსვლისაგან, მიზეზი სწორედ ეს ფსევდო პროდასავლური პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა დაბრუნება ხალხს ხელისუფლებაში ნამდვილად არ უნდათ. და რეალურად რო შევხედოთ სიტუაციას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი არის ზუსტად გამოყოფილი ამ პარტიიდან, ასე ვთქვათ, გამიჯნული პოლიტიკური ჯგუფის წევრები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ეგ ქართული ოცნება და დღეს ქვიათ სვითომ სხვა პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ მმართველობის მეთოდები, მმართველობის სტილი აბსოლუტურად ზუსტად იდენტურია, რაც იყო მათ მმართველობამდე წინა 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად, დღეს მე მინდა მოვუწოდო თითოეულ უფლებადამცველს, რომლებიც ამ ბავშვების, ამ ახალგაზრდების ინტერესებს იცავენ. მე ზუსტად ვიცი და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ წინა სასამართლოს ხდომა ში მონაწილეობენ ის მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზე მონაწილეობდნენ, როგორც 2015-დან 2021 წლის ჩათვლით ქართული მარშის წევრების დაკავება, დაპატიმრებასა და აღკვეთ-ღონისძიების პატიმრობით დატოვების გამხილველი მოსამართლეები იყვნენ და დღესაც ესენი განიხილავენ საქმეებს და ასევე ის მოსამართლეები, რომლებიც წინა 9 წლის განმავლობაში აკავებდნენ, აპატიმრებდნენ და ერთ-ერთმა ყოფილმა მოსამართლემ ზუსტად განაცხადა, როდესაც სასამართლო სისტემა ერთი პოლიტიკური პარტიის ჯიბიდან გადავიდა მეორე პოლიტიკური პარტიის ჯიბეში. შესაბამისად, აქ შეიძლება სამართლიან სასამართლოზე არ გქონდეს ძალიან დიდი პრეტენზიები, თუმცა მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ყველაფერი ამ ბავშვების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო პროვოცირება ხელისუფლების მხრიდან, შეიძლება დადასტურდეს იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებენ მანამდე პოლიციის ქმედებებს, თუ სად იდგნენ, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიმდინარეობდა მიტინგები, გამოსვლები და საპროტესტო აქციები. ვერც ერთ შემთხვევას ვერ მოიტან ბრალდების მხარე, რომ როდისმე პოლიციის წარმომადგენლები ღობის შიგნით ყოფილიყვნენ. ეს თავისთავად მტკიცებულებაა. მე ამჟამად ვიმყოფები ქალაქ სტრასბურგში, საფრანგეთში, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ადვოკატი ვარ და ვცდილობ, რომ ის სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეები, რომლებიც უარყოფითად დამთავრდა საქართველოს სასამართლო ინსტანციებში, აქ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მქონდა გასაჩივრებული და ამ საქმეების გამო ვარ აქ ჩამოსული და თუ რომელიმე თქვენთანაც დასჭირდება ჩემი დახმარება ამ აღკვეთი ღონისძიებების განხილვის განმავლობაში და ასევე სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მე მიგულეთ თქვენ სამსახურში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად გრძანდებოდეთ.